ეს პატარა გოგონა, რომელსაც ახლა უყურებთ, 1978 წლის დეკემბერში დამნაშავედ სცნეს, მას შემდეგ რაც მან რამდენიმე მკვლელობა აღიარა. მისი პირველი მკვლელობის დროს ის მხოლოდ 10 წლის იყო და დღეს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბავშვ მკვლელად ითვლება. ამ ვიდეოში განვიხილავთ მერი ბელის საქმეს, ბავშვს, რომელმაც სხვა ბავშვების ციკლში მიიღო მონაწილეობა და აშკარად სიამოვნებასაც იღებდა იმის ყურებით, თუ როგორ მოქმედებდა მისი ქმედებები ოჯახებსა და სამართალდამცავებზე. მერი ბელი დაიბადა 1957 წლის 26 მაისს. მისი დედა იყო ბეთი ბელი, 16 წლის გოგო, რომელიც იმ პერიოდში პროსტიტუციით იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით მან იქიმებს თხოვა, რომ შვილი მოეშორებინათ. ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მეტი ხშირად მიდიოდა სამუშაო მოგზაურობებზე გლაზგოვში. დედის ხშირი გაუჩინარება პატარა მერის ძალიან აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ხშირად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ახორციელებდა მის მიმართ. ერთხელ ბეტის დამ დაინახა, როგორც ცდილობდა ბეტი მერის სხვა ქალისთვის გადაცემას. ქალისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის აყვანას. დამ სწრაფად შეეჩერა ეს საეჭვო შეთანხმება და გოგონა ისევ დედასთან დააბრუნა. მერი ასევე ცნობილი იყო უცნაური უბედური შემთხვევებით. ერთხელ ფანჯრიდან ჩამოვარდა, ხოლო სხვა დროს თითქოს შემთხვევით ზედმეტი საძილებები მიიღო. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევები შეიძლება ყოფილიყო ბეტის მცდელობა მოეშორებინა საკუთარი შვილი. სხვები კი ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ეგრეთ წოდებული მონჰაუზენის სინდრომის ზღვის მიმართ, როდესაც მშობელი ყურადღებასა და თანახმობას იღებს იმ პრობლემებიდან, რომლებიც მის შვილს ემართება. მერის თქმით, ბავშვობაში მას ხშირად უწევდა ძალიან მძიმე და არასათანადო გამოცდილებების გადატანა და გარკვეული სიტუაციები დედის გარემოებასთანაც იყო დაკავშირებული. ამის შესახებ ოჯახის სხვა წევრებმა თითქმის არაფერი იცოდნენ, თუმცა მათ იცოდნენ, რომ მერი უკვე შეესწრო სიკვდილს. მისი 5 წლის მეგობარი ავტობუსმა გაიტანა და ის დაიღუპა. ყველა იმ მძიმე მოვლენების შემდეგ, რაც მას ცხოვრებაში გადახდა, გასაკვირი არ არის, რომ მერი ჩაკეტილი და ფსიქოლოგიურად ძალიან არეული ბავშვი გახდა. დროთა განმავლობაში ის საკმაოდ მანიპულაციური და აგრესიული გახდა. მის პირველ მკვლელობამდე, რამდენიმე კვირით ადრე, მერი ბელი ძალიან უცნაურად იქცეოდა. 1968 წლის 11 მაისს ის თამაშობდა 3 წლის ბიჭთან, როდესაც ბიჭი მძიმედ დაშავდა საჰაერო თავდასხმის თავშესაფრიდან ჩამოვარდნისას, მისმა მშობლებმა ეს უბრალო უბედურ შემთხვევად ჩათვალეს, თუმცა მერიმ უკეთ იცოდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მეორე დღეს სამალ დედამ პოლიციას აცნობა, რომ მერი ცდილობდა მათი პატარა ქალიშვილების დახჩობას. პოლიციამ გოგონა დაკითხა, თუმცა მალევე გაუშვეს მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით. ეს საჩივრები უფრო სერიოზულად რომ მიიღოთ, ამ გოგონას მომავალი და ის სიცოცხლეები, რომლებიც მოგვიანებით განადგურდა, შესაძლოა სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო. 1968 წლის 25 მაისს მიტოვებულ შენობაში 4 წლის მარტინ ბრაუნის ცხედარი იპოვეს. თავიდან ეს შემთხვევა უბრალოდ ტრაგიკულ უბედურებად ჩათვალეს, რადგან პირველადი გამოძიების მიხედვით სხეულზე აშკარად დაზიანებები არ ჩანდა. ორი პატარა ბიჭი, რომლებიც შეშის ნარჩენებს ეძებდნენ, შევიდნენ მიტოვებულ სახლში და იქ ნახეს მარტინის პატარა სხეული, რომელიც ფანჯრის ქვეშ იძვა. მის გვერდით იდო ცარიელი ასპირინის ბოთლი. რის გამოც პოლიცია მივარაუდა, რომ მან შესაძლოა ზედმეტი წამალი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ლოღაზე გამშრალი სისხლიდან ნერწყვი ჰქონდა, რომელიც ნიკაპამდე ჩამოსდიოდა, სხეულზე ბრძოლის კვალი არ ჩანდა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მან უბრალოდ აბები მიიღო, დაწვა და აღარ გაიღვიძა. ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ბიჭებმა ახლო მდებარე მუშებს დაუძახეს. მალე ადგილზე ბევრი ბავშვი და ზრდასრული შეიკრიბა, რომლებიც სევდიან სცენას უყურებდნენ. ერთ-ერთმა მუშამ თქვა, რომ მარტინი მათთან ერთად ნამცხვარს ჭამდა. დაახლოებით 1 საათით ადრე და ვერ ხვდებოდნენ, როგორ აღმოჩნდა ის ამ შენობაში. ორი ბავშვი, რომლებიც ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ, დანგრეული შენობის პატარა ხვრელებიდან შეწვნენ, რათა უკეთ დაენახათ მარტინის სხეული. ეს ბავშვები იყვნენ მერი ბელი და ნორმა ბელი. მიუხედავად ერთნაირი გვარისა, ისინი ერთმანეთის ნათესავები არ იყვნენ. პოლიციამ არ იცოდა, რომ მერიმ ბიჭი სახლში შეიყვანა და შემდეგ ხელებით დაახჩო. ამის შემდეგ მან ნორმა იქ მიიყვანა, რათა თავისი გაკეთებული ეჩვენებინა. შემდეგ მერი გაიქცა და მოძებნა მარტინის დეიდა. მან უთხრა ქალს, რომ იცოდა სად იყო მარტინი და რომ ის თითქოს უბედური შემთხვევის შემდეგ სისხლში იყო ამოსვლილი. უბედური ქალი ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაჰყვა თავისი ძმის შვილის მკვლელს დანაშაულის ადგილამდე. შემდეგ დღეებში ქალს ხშირად აწუხებდნენ მერი ბელი და ნორმა ბელი. ისინი მას კითხვებით აწუხებდნენ, მაგალითად, რამდენად სევდიანი იყო ოჯახი
და თუ აკლდადებას თავისი შვილი. საბოლოოდ მარტინის დეიდამ გარის გაღება შეწყვიტა. ერთ დღეს კი მერი ბელი ისე მივიდა მის კართან და აგაკუნა და მის დედას კითხა, შეიძლებოდა თუ არა მარტინის ნახვა. დაბნეულმა ქალმა უთხრა, რომ მარტინი გარდაიცვალა. ამაზე მერიმ უპასუხა, ვიცი რომ გარდაიცვალა, მინდა კუბოში ვნახო. ეს სიტყვები დედისთვის განსაკუთრებით მტკივნეული უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს მაშინ, როცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ ეს პატარა გოგონა იყო მისი შვილის სიკვდილის მიზეზი. კლასის ერთ-ერთ დავალებაზე მერიმ დახატა სურათი, სადაც ბიჭი იწვა ზუსტად იმავე პოზაში, როგორშიც მარტინ ბრაუნი იპოვეს. სურათზე გვერდით დახატული იყო ბოთლი, წარწერით, ტაბლეტები. კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო ის, რომ ნახატს მან დაარქვა, იყო ერთი ბიჭი, რომელიც უბრალოდ ძირს დააწვა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვებმაც იცოდნენ მარტინის სიკვდილის შესახებ, ასეთი სცენა მხოლოდ მერიმ დახატა. თუმცა მისი მასწავლებელი საეჭვოდ არ მიიჩნევდა ამას, რადგან ბავშვებმა უკვე გაიგეს ამ ტრაგედიული ამბის შესახებ. მერის აგრესიული ქცევა და ტრაბახიც გაგრძელდა. ერთხელ მან მეზობლად მცხოვრებ ბავშვებს იმ შენობაზე მიუთითა, სადაც მარტინ ბრაუნი იპოვეს და თქვა, რომ იქ მან ვიღაც მოკლა. შემდეგ კი გაეცინა. 1968 წლის 26 მაისს თავის მე-11 დაბადების დღეზე მერი ბელი თავს დაესხა ნორმა ბელის უმცროს ძმას. ის იმდენად აგრესიული გახდა, რომ ნორმას მამა იძულებული გახდა ჩარეულიყო და გაიყვანა იგი სახლიდან. ეს ძალადობრივი ქცევა მათთვის, ვინც მერის იცნობდა, გასაკვირი აღარ იყო. მარტინ ბრაუნის დაკრძალვის შემდეგ მერი ისევ ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობდა და ამჯერად თავისი საუკეთესო მეგობრისკენ, ნორმა ბელისკენ მიმართა აგრესია. ის სახეზე დაგაცრა, თავში ფეხები ჩაარტყა და ბოლოს უთხრა, რომ მკვლელი იყო და კიდევ შეეძლო იგივე გაიგეთებინა. ბავშვებმა, რომელმაც ეს სცენა ნახეს, უბრალოდ ჩათვალეს, რომ მერი ზედმეტად დრამატული იყო. მათ არ იცოდნენ, რისი გაკეთება შეეძლო ამ პატარა გოგონას. ერთ ფოტოზე, რომელიც გადაიღეს ადგილობრივ აქციაზე, სადაც მოსახლეობა მთავრობას მოუწოდებდა დაინგრია მიტოვებული შენობები, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ მომხდარიყო, ჩანს ორი ბავშვი ბანერით ხელში. ერთ-ერთი მათგანი იყო მერი ბელი. ანუ პატარა დამნაშავე თვითონაც ცდილობდა ჩართულიყო სიტუაციაში, რათა ყურადღების ცენტრში დარჩენილიყო. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ქცევა ზოგიერთ დამნაშავეებს ახასიათებს. ისინი ამ გზით ცდილობენ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას და ინტერესის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ბრაუნის სიკვდილის დროს ოფიციალური კრიმინალური გამოძიება არ დაწყებულა, ერთმა ექიმმა პოლიციას უთხრა, რომ თეორიულად შესაძლებელია ბავშვს სხვა ბავშვით დახრჩობით დაეღობა ისე, რომ აშკარა ძალადობის კვალი არ დარჩენილიყო. რადგან ბავშვების ხელები ბევრად პატარა და სუსტია ზრდასრული ხელებთან შედარებით. იმავე დღეს, როდესაც ნორმას უმცროს ძმაზე თავდასხმა მოხდა, მერი და ნორმა ერთ საბავშვო ბაღში შეიჭრნენ და იქ ყველაფერი დააზიანეს. მეორე დღეს თანამშრომლებმა ნახეს დაზიანებული შენობა და ასევე რამდენიმე შემაშფოთებელი წერილი, რომლებიც პოლიციამ თავდაპირველად უბრალოდ ბავშვურ ხუმრობად ჩათვალა. ერთ წერილში ეწერა: მე ვკლავ, რათა ისევ დავბრუნდე. მეორეში კი ჩვენ მოვკალით მარტინ ბრაუნი. ეს აღიარებები, რომ სერიოზულად მიიღო შესაძლოა კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე არ განადგურებულიყო. 1968 წლის 31 ივლისს მერი ბელი და ნორმა ბელი მონაწილეობდნენ კიდევ ერთ ტრაგიკულ მოვლენაში. 3 წლის ბრაიან ჰაუის სიკვდილში. ეს მოხდა მიტოვებულ ტერიტორიაზე, იმავე რაიონში, სადაც მარტინ ბრაუნი დაიღუპა. ამ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გოგონები მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ ადგილზე და სხეულზე ასო ენი ამოკვეთეს საფარსით, რომელიც მოგვიანებით ემად გადააკეთეს. მათი სახელების ინიციალები მერი ბელიმ ასევე მაგრადლით მოაჭრა ბავშვს თმის ნაწილი და სხეულზე სხვა დაზიანებებიც მიაყენა. იმის გამო, რომ გოგონები ძალიან პატარები იყვნენ და მათი ჩვენებები ერთმანეთს ხშირად ეწინააღმდეგებოდა, ზუსტად რა მოხდა იმ დღეს ბოლომდე ვერასდროს დადგინდა. თუმცა ნათელი იყო ის, თუ რამდენად მძიმე და შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა იმ დღეს. მეორე ბავშვის სიკვდილის შემდეგ პოლიციამ გააცნობიერა, რომ საბავშვო ბაღში დატოვებული წერილები ალბათ ხუმრობა არ იყო, არამედ ვინმე ნამდვილად აღიარებდა მარტინ ბრაუნის მკვლელობას. პოლიციამ სწრაფად დაიწყო შესაძლო ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ამ პროცესში მათ ყურადღება განსაკუთრებით მიაქციეს იმ ბავშვებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და დაკითხეს ისინი ბოლო მკვლელობის შესახებ. ბავშვებიდან ორი გოგონა განსაკუთრებით უცნაურად იქცეოდა: ნორმა ბელი და მერი ბელი. როდესაც ნორმას კითხეს მკვლელობაზე,
ის ვერ წყვეტდა ხინოს და აშკარად აღელვებული ჩანდა, იმით რომ გამოძიებაში მონაწილეობდა. დეტექტივმა შეამჩნია, რომ ის სიტუაცია სერიოზულად არ აღიქონდა და თითქოს ყველაფერს როგორც თამაშს ეუღურებდა. მერი ბელიც მსგავსად იქცეოდა. ის კითხვებს თავს არიდებდა და დაკითხვის დროს უცნაურად იქცეოდა. დაკითხვისას მერიმ თქვა, რომ მან ნახა, როგორ თამაშობდა ბრაიან ჰიუი 1-8 წლის ბიჭთან იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. მოგვიანებით მან დაამატა, რომ იმ ბიჭს მაგრატელი ეჭირა. ამან პოლიცია დააინტერესა, რადგან მაგრატელის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის საერთოდ არ იყო გამოქვეყნებული. ბრაიან ჰიუის დაკრძალვის დროს ერთ-ერთი პოლიციელი აკვირდებოდა მერი ბელის ქცევას. მისი თქმით, გოგონას სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა და ხელებს ახალობით ისრესდა. ამან პოლიცია აიძულა კიდევ ერთხელ დაეკითხათ ნორმა ბელა. საბოლოოდ გოგონამ აღიარა ყველაფერი, რაც მოხდა, მათ შორის ისიც, რაც მისმა მეგობარმა გააკეთა, მარტინ ბრაუნისა და ბრაიან ჰიუის მიმართ. ნორმას თქმით, მერი ამბობდა, რომ მას სიამოვნებდა ბავშვების დახჭობა და ასევე სხეულთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე გოგონა ერთმანეთს ადანაშაულებდა. ბოლოს კი ნორმა ბელის მშობლებმა თქვეს, რომ მერი მათი ოჯახის წევრების მიმართაც ძალადობრივად იქცეოდა და მათი ქალიშვილი ვერ იქნებოდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. 1968 წლის 17 დეკემბერს ნორმა ბელი ყველა ბრალდებისგან გაათავისუფლეს. მერი ბელი კი დამნაშავეცნეს უნებლიე მკვლელობაში, შემცირებული პასუხისმგებლობის საფუძველზე. ფსიქიატრებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ გოგონას აშკარად ჰქონდა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების ნიშნები. მოსამართლემ მისტერ ჯასტის კაზაკმა იგი აღწერა, როგორც ძალიან საშიში და თქვა, რომ ის სხვა ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად იგი გაგზავნეს უსაფრთხოების სპეციალურ დაწესებულებაში, Red Bank Secure Unit-ში, რომელიც მდებარეობს სენტ ჰელენსში, ლანკარიში, დიდ ბრიტანეთში. შემდეგ წლებში იმ პერიოდში, როცა იგი სისტემაში იმყოფებოდა, ხშირად გადახავდა სხვადასხვა დაწესებულებებში. საჯელის შემდეგ მერი ბელი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი დედა პეთი ბელი ხშირად ყიდდა ისტორიებს პრესისთვის და ზოგჯერ იმასაც კი ამატებდა, რომ მერის წერილებს აქვეყნებდა. ბევრისთვის ეს შემაშფოთებელი იყო, რადგან სწორედ მისი მძიმე ბავშვობა ითვლებოდა მერის ფსიქოლოგიური პრობლემების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. 1977 წლის სექტემბერში მერი ბელი მცირე ხნით გაიქცა Moore Court Open Prison-იდან, თუმცა მალევე დაიჭირეს და დროებით შეუზღუდეს პრივილეგიები. 12 წლის შემდეგ იგი 23 წლის ასაკში გაათავისუფლეს და სრული ანონიმურობა მიანიჭა, რათა მედიისგან და შესაძლო თავდასხმებისგან დაცული ყოფილიყო. გათავისუფლებიდან 4 წლის შემდეგ მერი დედა გახდა. გარკვეული დროით ის ცხოვრობდა თავის მშობლიურ რეგიონში, ტაინსაიდში, თუმცა ადგილობრივმა საზოგადოებამ იქ დიდხანს დარჩენის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო საკუთარ ბიოგრაფიაში, რის გამოც გარკვეული ანაზღაურებაც მიიღო. 2003 წლის 21 მაისს მან მოიგო სასამართლო დაცვა, რის შედეგადაც მისი და მისი ქალიშვილის ანონიმურობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა როგორც მერი ბელის ორდენი. 2009 წელს მერი ბელი ბებია გახდა. დღეს მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, რადგან ანონიმურობის გამო მისი იდენტობა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცულია. ეს იყო მერი ბელის საქმე, ისტორია, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა. შეიძლება თუ არა ადამიანს, რომელსაც ასეთი მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მიეცეს მეორე შანსი ნორმალური ცხოვრებისთვის. თუ ასეთი დანაშაულები არასოდეს უნდა დავივიწყოთ. თქვენ რას ფიქრობთ?